აღდგომა ყველასთვის განსაკუთრებული დღესასწაულია და საქართველოს სხვადასხვა მხარეშიც გამორჩეულად ხვდებიან. გამონაკლისი არც რაჭაა, სადაც ამ დღესასწაულთან შეხვედრის უამრავი ძველი ადათი და ტრადიცია დღემდე ცოცხლობს. ელენე მირიანაშვილი ესტუმრა ონელებს ონში და დეტალურად მოგვიყვება თავის სიუჟეტში, როგორ შეხვდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ონელები. სად არის პომპურა? აბა სად არის პომპურა? ხოლო ჯერ ორი შესართავს ზეით არსონი. იგი ჰავით არის მშვენი და ზაფხულის ცხელი. ორთე მთათა შინა კლდოვანთა ყოფითა არამედ აგრილებს მდინარე რიონი. ეს სიტყვები ვახუშტი ბაგრატიონის კალამს ეკუთვნის, რომლითაც ის მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარე რაჭის ისტორიულ მშვენებას ონს აღწერს, ქალაქს, რომლის არსებობაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დასტურდება და რომელიც მდიდარია კულტურული იდენტობის მრავალფეროვნებით. ეს არის მხარე, სადაც უძველესი ტრადიციები დღესაც ცოცხლობს. გამონაკლისი არც სააღდგომო სამზადისია, ნაზუქი, ბუღლავა, ლობიანი, ლორი. ეს იმ კერძების შემადგენლობაა, რომლებიც რაჭულ ოჯახებში სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს. დღეს ადგილობრივებისგან მოვისმენთ, როგორ ხვდებოდნენ აღდგომას ძველად და რა ტრადიციები არის შემორჩენილი დღეს. ამიტომ გამოგყევით. აღდგომას აშენსა ჯაობებო. ანგელოზ ნიუგალობენ ჩავალაგოთ ჩვენი კვერცხები, სააღდგომოდ შევღებოთ წითლად. მნიშვნელოვანი დღეა აღდგომა და რაჭველებიც ჩვენებურად, განსაკუთრებულად რაჭულად ემზადებით ამ დღესთვის. იღებება კვერცხები, კვერცხებს ძირითადად ენდროს ძირებსა და ხახვის ფოჩებში ვქებავთ. რაჭულ სოფრაზე ვიჩინა უნდა იყოს აუცილებლად, უნდა იყოს შემწარი ქათამი ან მოხარშული ქათამი და დანარჩენი რაც ოჯახში საყოველთაოდ კეთდება, ის მგვარი, რასაც ყოველ სადღესასწაულო სოფრაზე მივეცნოთ, აუცილებლად უნდა იყოს. სამზადისი ნაზუქის ცხობით იწყება. ნაზუქის ცხობა ტრადიციული არის უკვე ზემო რაჭაში, განსაკუთრებით ოვნის რაიონში. ძალიან დიდი სიფრთხილით, სიფაქიზით, სიმშვიდით, სიწყნარით უნდა მომზადეს ნაზუქის ცომი. მე ჩემი დედამთილის გამოსწავლე. ოვნის რაიონში შერეული მოსახლეობა ცხოვრობდა, ცხოვრობდნენ ებრაელები, ცხოვრობდნენ სომხები და ძირითადად სომეხი ქალბატონები ამზადებდნენ ნაზუქს. და აქედან თითქმის ყველა ოჯახში შეაღწია ამ ნაზუქის მომზადების რეცეპტმა. ერთმანეთს გადასცეს ოჯახებმა უკეთ ოჯახში რომ გამოცხადა და ეს არომატი, ეს სურნელება დატრიალა და მეორე ოჯახსაც მოუნდა ამის გეკეთება და ასე მოაღწია დღემდე. ჩვენი მცენარე უკვე მზად არის, მოთუშული არის. კიდევ ერთი რაჭული კერძი, რომელსაც ყველა დროს ვამზადებ და ასევე აღდგომის დღეებშიც ვამზადებ, არის ბუღლავა. მას ჭირდება ცოტაოდენი პურის ფქვილი, ნიორი სჭირდება, ტყემლის ტყლაპი და მარილი. მიუხედავად ამ მცირე ინგრედიენტებისა, ძალიან გემრიელი, ძალიან უყიარი და ძალიან კარგი საჭმელი არის განსაკუთრებით მარხვის პერიოდში. დედის რეცეპტი არის, დედამ მასწავლა, ხშირად ვამზადებ ძალიან. კვირა დღეს როცა გახსნილდება და აღდგომის დღე გათენდება, ეს რიტუალურად მოსალხენი დღე არის. მეორე დღე ორშაბათი მიცვალებულის დღე არის და რა თქმა უნდა იმიცვალებულთანაც ესე ხელდამშვენებული ჩვენი ტკბილეულით, ჩვენი ოჯახური ნამზადით მივდივართ ხოლმე, მოვიხსენებთ, შენდობას შეუთვლით. ჩვენთან ზოგ სოფლებში კიდევ დღემდეა შემორჩენილი, ზოგან უკვე აღარ არის შემორჩენილი. პატარა რიტუალური შეკრება. აღდგომის შაბათს საღამოს ეკლესიის ეზოში ავანთებდით კოცონს, ოჯახიდან მიქონდა გამომცხვარი, განატეხი, შეღებილი კვერცხები. ბავშვები ერთობოდნენ ასე, კვერცხის ერთმანეთთან დაჭიდებაში და ქრისტეს აღდგომას ერთმანეთს ულოცავდნენ. დიდებიც რა თქმა უნდა იგივეს ვაკეთებდით, ცოცხლებს დაულოცავდით, ცოცხლად და ღმერთს მადლობას ვეტყოდით, რომ კიდევ ერთ აღდგომას მოგვასწრო და უფლისადიდებელთან ერთად მოიხსენიებდით ჩვენს წასულებსაც.
ადრე იყო ჭიაგოგონობა და დღესაც რა თქმა უნდა არის ჭიაგოგონობა ისე უფროსებიც და ბავშვებიც ერთნაირად ხალისობენ ყველა ეს იყო უფრო მეტად აი ეშმაკის აცილება ოჯახისათვის ცეცხლს ვანთებდით ხოლმე ეზოს ჭიშკრის წინ იქაც კიდევ ერთი სამადლობელი იყო უფლისა იმისა რომ კიდევ ერთხელ შევძელით ერთმანეთის გვერდიგვერდ ყოფნა ღმერთმაქნას რომ ასე იყოს კიდევ ბევრი წლები და უფრო მეტი სიყვარული ჰქონდეს ერთმანეთის ადამიანებს აღდგომა ჩემთვის არის სიხარულის დღესასწაული, არის წუხარების დღესასწაული. სიხარულის იმიტომ რომ ვარსებობთ კიდევ გაგვითენდა ერთი აღდგომის წელი და არის კიდევ მტკივნეული იმიტომ რომ ახალგაზრდაშვილი მყავს გარდაცვლილი და მის საფლავთან ვისვლა ყველა ჯერზე ძალიან ძიმე და ძალიან ძნელი და ძალიან მწარია. სიცოცხლის გამარჯვება ის ნამდვილად იმიტომ რომ აი რომ მიხვალ იმ საფლავზე გოგონია რომ ჩვენს გვერდით არის გრძნობ მის არსებობას მის თქواس მის სიცოცხლეს გრძნობ ყველა მის წვლით მგონია რომ რაღაც მნიშვნელობას მაინც ვაკეთებ წასული შვილისთვის ქრისტიანს ახალ ჭეშმარიტად